მუშაობა აღდგა, თქვენც ნახეთ, რომ თანამშრომლები დაბრუნდნენ უკვე შენობაში, უკვე გავიდა ქრონიკის პირველი სპეციალური გამოშვება ამ ფაქტთან დაკავშირებით. გამნაღველები და კინოლოგები ჯერ კიდევ იმყოფებიან შენობაში იმ მიზეზით, რომ დაიწეროს, როგორც მე ვიცი, რაღაც სპეციალური დასკვნა შემოწმებასთან დაკავშირებით, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, რაც ჩვენ გვითხრა, შენობაში არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ვერაფერს ვერ უკავშირებ, ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან ცუდი ტენდენცია. დღეს უკვე მეორე ნაციონალური მოუწყებელი ქვეყნის მუშაობს შეფერხებით. ეს შეიძლება იყოს ამ ბოროტი ხურობა, ან მიზანმიმართული ქმედება, სხვა ვერსია არ შეიძლება არსებობდეს და ჩვენ ალბათ ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს და ყველა ერთად შევიტყვით. ზარის გამო, რომელიც 112-ში განხორციელდა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმედის თანამშრომლებს დაგვატოვებინეს შენობა და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ცრუ შეტყობინება, შეამოწმეს სამართალდამცავებმა შენობა და ჩვენ უბრუნდებით და ვაგრძელებთ მუშაობას.